მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლესთან. იქ სადაც 2 დღეში დაიწყება დიდი ბილიარდის მარათონი შეიძლება ითქვას. ჯერ გაიმართება ევროპის სენიორთა ლიგა 40 წელს ასაგზებით, ხოლო შემდეგ გამაგვირგვინებელი ღონისძიება იქნება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში. უკვე ბათუმში იმყოფებიან ევროპის პირამიდის ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც გაუტარეს შემოწმება იმ არენას, სადაც უნდა ჩატარდეს ეს ჩემპიონატი. დაიწყო ამ სპორტულ არენაზე მონტაჟი ბილიარდის მაგიდებისა, და 23 რიცხვი ჩვენ დავიწყებთ ევროტურს სენიორებს შორის, ხოლო 25-28 ივლისს ბათუმი მასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს თავისუფალ პირამიდაში. მოხარულები ვართ, ჩვენი ფონდის მიერ მხარდაჭერილი იქნა ქალაქ ბათუმში კლასიკური ბილიარდის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ერთისთვის ხელში უწყობს აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარებას, მეორესთვის კი ჩვენ რამაც რეგიონში სპორტული ტურიზმის ხელშეწყობას. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც ქალაქ ბათუმი მიიღებს უფრო მაღალი რანგის შეჯიბრს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უფრო მაღალი რანგის სპორტსმენები და უფრო მაღალი რანგის ტურნირი გამოგება ქალაქ ბათუმში. დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, 100-ზე მეტი მონაწილე 14 ქვეყნიდან. მსგავსი მასშტაბის ტურნირით ბილიარდის სამყაროში ვერ დავიკვეხნით ხშირად. ჩაიარა ვიტყოდი იდეალურად ცოტა ქართველი მონაწილეები, რომ მეტი გასულიყვნენ ფინალში, მაგრამ არა უშავს მათთვის სტიმულია, ყოველ დამარცხება სტიმულია გამარჯვებისკენ. რომ მეტი ვარჯიში და მეტის მიღწევებისკენ მოუწოდებ მათ და განმეორებული იყოს და მრავალჯერ ჩაგვეტარებინოს მსგავსი ტიპის ტურნირები საქართველოში. On behalf of the European Pyramid ევროპის პირამიდის ფედერაციის საბჭოს სახელით მინდა მადლობა უთხრა მასპინძელ აჭარის ბილიარდის ფედერაციას და საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციას შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, პირამიდა სულ რაღაც გასულ წელს დაემატა ევროპის საუზო ბილიარდის სახეობებს და მოხარული ვართ, რომ პირველ წელს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტ სპორტსმენმა 15 ქვეყნიდან. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შემდეგ წელს გაიზრდება მონაწილე ქვეყნების რიცხვი. ასევე მადლობა მინდა უთხრა ულამაზეს ქალაქ ბათუმს და მის ხელმძღვანელობას შესანიშნავი ღონისძიების მასპინძლობისთვის. Thank you very much. დასრულდა ტურნირი და გავხდი გამარჯვებული. ქალაქ ბათუმმა ისევე როგორც ყველა აქ მცხოვრებმა მიგვიღეს და გვიმასპინძლეს იდეალურად. შევიძინე ბევრი მეგობარი, ასევე სასიამოვნოდ გაკურებული ვარ მათი სტუმარ მასპინძლობით და გულითადი დახვედრით. ჩვენთვის ჩემპიონატმა ჩაიარა წარმატებით. ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა 4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ჩვენი შედეგი იყო გიჟური. მე კი მოვახერხე გამარჯვება. ასევე მადლობას ვუხდი უკრაინის ბილიარდის ფედერაციას, რომლის გვერდში დგომით ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჩემპიონატზე. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა გულშემატკივარს, რადგან ტრიბუნებიდან იყო შესანიშნავი გულშემატკივრობა, რაც ეხმარებოდა მეჩვენებინა მაღალი დონის თამაში. ბოლო ევროპის ჩემპიონატი გაიმართა 2015 წელს, ისიც ბათუმში. მის შემდეგაც 9 წელია სტაგნაციის პერიოდია და ევროპის ჩემპიონატი არ გამართულა. შარშან სექტემბრის თვეში მოგმართა თხოვნით ევროპის პირამიდის ფედერაციამ, რომელიც 2023 წელს შეიქმნა.
მოგმართა თხოვნით, რომ ბათუმში ჩაგვეტარებინა ევროპის ჩემპიონატი. ჩვენ როგორც წესი მივმართეთ თხოვნით საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციას, საიდანაც მივიღეთ თანხმობა, ნაწილობრივ თანამონაწილეობაზეც მივიღეთ თანხმობა მათგან. ამის შემდეგ დავუკავშირდით აჭარის სპორტის მესვეურებს, როგორც წესი ჩვენს უპირობთ თანამდგომს ყველა კარგ წამოწყებაში აჭარის სპორტის დეპარტამენტს. მაღალი შეფასება დაიმსახურა დინამიკის ფირმის გერმანულმა მაგიდებმა, რომლებიც დამონტაჟებული არის უკვე აღნიშნულ დარბაზში. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის განსაკუთრებული ყურადღება და აი მაქსიმალური პირობების შექმნა სპორტის სასახლის დირექციის მხრიდან.